ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ეს კითხვა, როგორ გავარჩიოთ მატრიცაში რეალური ადამიანი და ბოტი ერთმანეთისგან რა და ლაივშიც ხშირად მეკითხებიან ხოლმე. ხო და ანუ ბოტ პროგრამა, მატრიცაში წარმოდგენილი ბოტ პროგრამა, ეს მატრიცულ ენაზე რო ვთქვათ და ცნობიერი და არაცნობიერი ესე ვთქვათ, ცნობიერისა და არაცნობიერის მქონე ადამიანები. და ანუ ბოტ პროგრამა, ანუ ბოტი ვინ არის და რეალური ადამიანი ვინ არის. ნუ იქაც კიდე შეიძლება ვთქვათ ადამიანი რომელიც ქმნის რეალობას, იქ კიდე რაღაცა კატეგორიები იყოს, მაგაზე დაწვრილებით მე ვისაუბრებთ. ეხლა მე წავიკითხავ ამ ტექსტს და მე განვმარტოთ რა. ერთ-ერთი ინფორმაცია რაც შევკარი, ძალიან აი თათვეთ ეს არის მეოთხე განზომილების დონის ინფორმაცია, ძალიან ღრმად სააზროვნო ტექსტია, რაც მაგალითად ესე ვთქვათ, აი მეტაფიზიკურ საკითხებს როცა ეხებიან ხოლმე, ხშირად ცოტა აღმოსავლურ რელიგიებში გადადიან ხოლმე. სინამდვილეში ახლა მე რასაც წავიკითხავ, ეს პირდაპირ მართლმადიდებლობის თავარი პოსტულატია და სულის უკვდავებაზე მეტყველებს, იმაზე სულის უკვდავების შესახებ არის ეს ინფორმაცია. და მე ცოტა ამ ინფორმაციას მე ცოტა ესე ვთქვათ გავშიფრავ რა. არ იქნება დიდი ვიდეო. ანუ ბოტ პროგრამა ვინ არის და ვინ არის რეალური ადამიანი მატრიცაში რა. უბრალოდ მატრიცულ ენაზე ეს ცოტა სხვა ტექსტებით, სხვა ტერმინებით გამოითქმის და ბოლოში დავაკავშირებ ესე ვთქვათ ჩვენს რელიგია მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან კავშირებს გავაბა ბოლოს რა. მოდი პირდაპირ წავიკითხავ. ჩვეულებრისამებრ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სად ხვდებიან? ამ კითხვაზე პასუხი უნდა დაიწყოს იმ კითხვაზე პასუხით, თუ ვინ ვარ მე? თუ კი შენ მხოლოდ ფიზიკური სამყაროს გაგებით ოპერირებ და მხოლოდ ფიზიკური გამოცდილება გაქვს, მაშინ გამოდის რომ შენ ავატარის სხეული ხარ, რომელიც ეგოს გონების პროგრამით იმართება. ამ პროგრამას ეგო, გონება და პიროვნება ეწოდება. გონება რაღაცით ხელოვნურ ინტელექტს მაგონებს. პიროვნება ეს არის სახელი, საცხოვრებელი ადგილი, ეროვნება, სქესი, სოციალური კუთვნილება და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი გონების მეხსიერებაში იმყოფება. პიროვნება მთელი თავისი მეხსიერებით სხეულთან ერთად კვდება. მათთვის ეს ისტორიის დასასრულია. ზუსტად ამის გამოა რომ ადამიანების უმეტესობას სიკვდილის ეშინიათ. ხოლო თუ კი შენ მეტაფიზიკური სამყაროს გაგებით ოპერირებ, ანუ როგორც იტყვიან ხოლმე დახვეწილი სამყარო, ის ასევე სულიერი სამყარო და კვანტური სამყაროა. ამ შემთხვევაში გამოდის რომ შენ ცნობიერი ხარ. ეს იგივეა რაც სული და ხარ იმის მმართველი, რასაც ჩვეულებრივ სულს უწოდებენ. სულის ცნობიერება არასოდეს არ კვდება, ისევე როგორც სული. იმიტომ რომ მათ არა ფიზიკური სხეული გააჩნიათ, არამედ ეთერისაგან შედგებიან. ამის მერე იწყება ყველაზე საინტერესო. თუ კი ფიზიკური სხეულითა და მისი კიდურებით ფიზიკურ სამყაროში ყველაფერი გასაგებია, მაშინ როცა ჩვენ მთელი ცხოვრება პირად ფიზიკურ გამოცდილებას ვაგროვებთ, ცნობიერებისა და სულის შემთხვევაში ადამიანების უმეტესობისთვის სრულიად გაუგებარია. ან სულისა და ცნობიერების შესახებ სრულიად გაუგებარია და ან კიდევ ნაწილობრივ. და შემდეგ მხოლოდ წმინდა თეორიული ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწყვეტების სახით. აქ უნდა გვესმოდეს მთავარი რამ. თუ კი ფიზიკური სხეულის პირად პრაქტიკულ გამოცდილებას ყველანი ბავშვობიდან გამოვიმუშავებთ, მაშინ პირადი ცნობიერებისა და სულის მართვის პრაქტიკული გამოცდილება ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ არ არსებობს. ამიტომაც ინტელექტის მქონე ადამიანებში, როცა მათი დრო დგება, მხოლოდ გონების დაკარგვა და პიროვნების სამუდამოდ სიკვდილი ხდება. ზუსტად იმის მსგავსად, როცა ყოველ ღამე დაძინების დროს ადამიანის ძილის ფაზაში გადასვლით ხდება. ტყუილად არ არის რომ სიზმარს მცირე სიკვდილსაც კი უწოდებენ. ცნობიერებისა და სულიერი პრაქტიკების შემსრულებელ ადამიანებს პირადი პრაქტიკული და ცხოვრებისეულად გამომუშავებული არსებობის გამოცდილება გააჩნიათ და არა გონების. ამიტომაც მათ სიკვდილი არ ემუქრებათ. ფიზიკური სხეულის სიკვდილის დადგომის წინ საკმარისი იქნება რომ ცნობიერების მქონე ადამიანი გონების
მართვიდან ცნობიერების მართვაზე გადავიდეს. ეს კი ასეთ პირებს ავტომატური რეჟიმის დონეზე აქვთ გამომუშავებული. სასაცილოა, როცა ერთ არხზე ერთ-ერთი ქალბატონი თუ როგორ დაჟინებით უყვება საკუთარ გამომწერებს, რომ იგი სიკვდილის მერე სადღაც გაემგზავრება და ჩრდილოეთის ვარსკვლავის გავლით როგორ გავა მატრიციდან. მას ასეთი ტიპის პრაქტიკული გამოცდილება არ გააჩნია. უბრალოდ მხოლოდ შეშველი თეორია წიგნებიდან და მოხერხებული გონება. ეს კი საერთოდ არ არის საკმარისი. გარდაცვალებისთვის პრაქტიკულად უნდა იყოს მომზადებული და არა თეორიულად. ბოდიში ადამიანი გარდაცვალებისთვის პრაქტიკულად უნდა იყოს მომზადებული და არა თეორიულად. აუ, მეც ამერია. ხო, არა თეორიულად. ამ პრაქტიკის გავლა კი ამ ცხოვრებაშივე უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში კი თეორიული ცოდნა პირად გამოცდილებად გადაიქცევა და ამ გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა. ხო, პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ეხლა ეს ტექსტი თვალნათლივად დაინახოთ მატრიცის შემდგომ ვიდეოში თავიდან წავიკითხავ განმარტებების გარეშე. ეხლა განმარტოთ ოდნავ. ცოტა რთული ტექსტია. ან ნახეთ რა არის. რაზე არის საუბარი. ჩვეულებისამებრ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სად ხვდებიან? ამ კითხვაზე პასუხი უნდა დაიწყოს იმ კითხვაზე პასუხით, თუ ვინ ვარ მე? მე მგონი მიდევს მე ერთი ვიდეო, მე მგონი მატრიცის დასაკრავსიაში უნდა იყოს. ვინ არის ადამიანი? და ჩვენ იქ პასუხი გავეცით, რომ ადამიანი არის ინფორმაცია. ანუ ადამიანი არ არის აი აქ რაც არის ჩამოთვლილი, ნახეთ. ანუ ვინ არის ადამიანი? აი რას წარმოადგენს ადამიანი? ადამიანი არ არის პიროვნება. პროსტად პიროვნება ეს არის სახელი. ანუ ადამიანი არ არის სახელი, არ არის საცხოვრებელი ადგილი, არც პირადი ნომერი, არც ეროვნება, არც სქესი და არც სოციალური კუთვნილება და ასე შემდეგ ესე ჩამონათვალი ბევრია, ხო? ეს არ არის ადამიანი. ადამიანი არის ის ინფორმაცია, რასაც ამ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ მატერიალურ ცხოვრებაში, ამ ჩვენს სიმულაციაში, ამ ჩვენს რეალობაში, ამ ყალბ რეალობაში ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მეხუთე განზომილება არის რეალური რეალობა რა, და ეს ნაწილობრივი რეალობა. ესე იგი, რა ინფორმაციასაც ესე ვთქვათ, სულიერი გამოცდილების რა ინფორმაციასაც აქ დააგროვებს ადამიანი, ის არის ადამიანი და ის ხდება შემდგომ. თუ კი შენ მხოლოდ ფიზიკური სამყაროს გაგებით ოპერირებ. ეხლა მე მეუნდებიან ხოლმე რა იყო რა ის იხელა გეგმები გაქვთ რომ შენ მე მგონი სიკვდილს არ აპირებო. რა თქმა უნდა ჩვენ ანუ ადამიანები ვისაც ცნობიერება გაგვაჩნია, ანუ ადამიანი რომელიც შექმნა ღმერთმა და რომელსაც ცნობიერება გააჩნია და სულიერ გამოცდილებაში იმყოფება და სულიერ პრაქტიკებს გადის, მისი დაბადება ანუ ღმერთმა ის ანუ მისი დაბადება ერთადერთი ანუ ღმერთისგან უსასრულობაში ღმერთისგან განსხვავებით ანუ დაბადებამდე ანუ ადამიანი არ არის დაუსაბამო ანუ დაბადებამდეც რო ასე ვთქვათ დაბადებამდეც რო არსებობდეს ესეთი მხოლოდ ღმერთი ანუ რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ანუ ასე ვთქვათ იბადება ადამიანი შემოდის ამ სამყაროში მაგრამ მე არის უკვდავი რა ხო და ჩვენი აქ ხარ რა ალეგორიები თუ ნავიხენ ზღანლოთ კიდევ რომ კი რა თქმა უნდა ბოტ პროგრამას რასაც ჩვენ ვეძახით ნახე წინსტრებით ვიტყვით ცოტა რომ იმას რასაც ჩვენ ბოტ პროგრამას ვეძახით სიკვდილის შემდეგ რომელსაც ანუ ეს ცნობიერის გამოცდილება რომელსაც არ გააჩნია და რა არის ეს ცნობიერის გამოცდილება ხა ვიტყვით სიკვდილის შემდეგ სრულად ის არ კვდება რა თქმა უნდა ის მიდის ჯოჯოხეთში ანუ თამაშის და მატან პროგრამირების ენაზე რო ვთქვათ რა არის ჯოჯოხეთი პროგრამირების ენაზე რო ვთქვათ ეს არის ბაგი ანუ მისმა სულმა გაბაგა ანუ გაბაგულ მდგომარეობაში პროგრამულ რაღაცა ვერ გადაწყდა ანუ ვერ დაიბა ანუ ის ამ სამყაროში არ დაიბადა როგორც პერსონაჟი სულიერი გამოცდილება არ დააგროვა და ის სულიერად კვდება სულიერი სიკვდილი ამას ნიშნავს ანუ პროგრამული ბაგია ჯოჯოხეთი რა მაგრამ და ზოგადად სულიერი სიკვდილი მაგას ნიშნავს რა ანუ ახეთ პიროვნება აი ასეთი ტიპის პიროვნება ანუ ბოტი თავისი მთელი თავისი
მეხსიერები ცხეულთან ერთად კვდება. აქ ახლა ამ იმაზე კი არ არის საუბარი 2000 რაღაცა წლის სამშაბათს რო გარდაიცვალა ეს ბოტი 2000 რაღაცა წლის სამშაბათს ამ ადამიანთვის სამშაბათს კვერცხი შეიწვათ მოიხარშა. ეგ ახსოვს თუ არა, აქ ამაზე არ არის საუბარი. ან აქ არის საუბარი იმაზე რომ ამ ქვეყნიური ესე ვთქვათ მეხსიერება კვდება, რა თქმა უნდა გადადის ინფორმაცია მაინც, მაგრამ ანუ მასთან ერთად კვდება. და მისთვის ეს ან ბოტ პროგრამისტვის მისთვის ეს არის ისტორიის დასასრული. აი დაახლოებით ანუ პროგრამულ ანუ ინფორმაციულ პროგრამულ დონეზე გავს იმას როგორც რომ აი თქვა ცხოველს ხო არ გააჩნია სული. ანუ რელიგიური სწავლებით ხა სული ყველას აქვს, მაგრამ ნახეთ როგორც ცხოველი კვდება და ქრება, აი ეგეთ დონეზე მისი ინფორმაცია ქრება რა. ანუ ის სიმბოლურ დონეზე რაღაც თქვა სულიერად გადადის ჯოჯოხეთში რა. აი ზუსტად ამის გამოა რომ ადამიანების უმეტესობას სიკვდილის ეშინიათ. ზოგადად სიკვდილი ანუ ნახეთ მე ვამბობ ფრაზას ზოგადად სიკვდილის შიში ეს ბუნებრივი მოვლენაა, სიკვდილის ადამიანებს კი არა, ჩვეულებრივ უბრალო ადამიანებს კი არა, სიკვდილის შიში ქრისტემაც კი განკაცებულმა ძემაც კი ძეღმერთმაც კი ესე ვთქვათ გამოავლინა. და ზუსტად ესე ვთქვათ რა ერქვა იმის ბაღს გეცემანის ბაღში ზუსტად როცა როცულობდა და როცა ქრისტე ამბობდა რომ ანუ აღსრულდეს ნება შენიო რა და ანუ თან ამბობდა რომ ამარიდეს ესე ვთქვათ ეს განსაცდელიო. აი ზუსტად მათ ბოროტი ძალა შევიდა ესე ვთქვათ შეცდომაში და ანუ თუ ეს მესია არის, მაშინ მესიას ვერ შეეშინდება სიკვდილისო, ხვდებით? და ხა ის მესია რო იყო ზუსტად იმიტომაც შევიდა მასში ეს შიშის გამოვლინება, იმიტომ იყო შიშის გამოვლინება ქრისტეში, რომ ის იყო როგორც ბუნებითი ღმერთი, ასევე ბუნებითი ადამიანი და ეს ბუნებით ადამიანის ბუნების თვისება გამოვლინდა აქ რა. სიკვდილის შიში, ანუ სიკვდილის შიში ეს ყველა ადამიანის ბუნებრივი თვისება არის, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ არსობრივად ჩვენ სიკვდილის არ გეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ან ქართულ ენაში კარგი სიტყვა ტერმინი გვაქვს ეს სიტყვა ესეთი გარდაცვალება, იმიტომ რომ შენ იცი რომ შენ ახდენ გარდაცვალებას, გარდაცვალების აქტია. ეს არის იგივე რაც ყოველ ღამე დაძინების დროს. ანუ ადამიანი ყოველ ღამე გარდაიცვლება. ფაქტობრივად ეგრე ხდება თითქმის რა. იმიტომ რომ სიზმრებში სხვა განზომილებაში გადადის და სიზმრებზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ. თუკი შენ მეტაფიზიკური სამყაროს გაგებით ოპერირებ, ანუ როგორც იტყვიან ხოლმე დახვეწილი სამყარო ის ასევე სულიერი სამყარო და კვანტური, ანუ ეს ჩვენი არის სულიერი სამყარო და კვანტური სამყარო ასევე. ამ შემთხვევაში გამოდის რომ შენ ცნობიერი ხარ, ანუ რეალური ადამიანები ბოტებისგან განსხვავებით არიან ცნობიერები. აქ ხა მიდის მატრიცული და რელიგიური ტერმინების თამაში, მაგრამ ორივე ერთ და იგივეა. ეს იგივეა რაც სული და ხარ იმის მმართველი, რასაც ჩვეულებრივ სულს უწოდებენ. სულის ცნობიერება არასოდეს არ კვდება, ისევე როგორც სული. ანუ სული უკვდავია. იმიტომ რომ მათ არა ფიზიკური სხეული გააჩნიათ, არამედ ეთერისაგან შედგებიან. თუკი ფიზიკური სხეული გასაგებია, მაშინ როცა ჩვენ მთელი ცხოვრება პირად ფიზიკურ გამოცდილებას ვაგროვებთ, ცნობიერებისა და სულის შემთხვევაში ადამიანების უმეტესობისთვის სრულიად გაუგებარია და მოგეთ, ანუ ბოტები აი საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, ბოტები აგროვებენ მხოლოდ ფიზიკური ცხოვრებისეულ გამოცდილებას. და ადამიანი, რომელიც რეალური ადამიანი ვინც არის და სულიერ გამოცდილებას იძენს, ანუ აი ქადაგებებში როცა მამაოები ამბობენ, რომ ანუ ამ ქვეყანაზე ადამიანის 60-ში მოხვედრა და 60-ში მყოფობა, ან ჯოჯოხეთში მყოფობა ამ ქვეყანაზევე იწყება. აქვე იწყება და მერე გრძელდება. ჯოჯოხეთიც აქვე იწყება და 60-იც აქვე იწყება. აი ამაზეა საუბარი, რომ შენ თუ მხოლოდ ფიზიკურ ცხოვრებისეულ ფიზიკურ გამოცდილებას აგროვებ, სიტყვაზე სალტოები ისწავლე, კვერცხის შეწვა ისწავლე, ტორტის გამოცხობა ისწავლე, კარიერული წინსვლა გქონდა, ასე შემდეგ, მაგრამ ფიზიკური გამოცდილება დააგროვე, შენ სხეულის მართვა იცი, რაღაცა ტიპის ცოდნები დააგროვე, ხო? ეს შენ როდესაც კვდება შენთან ერთად და შენ არ გაგაჩნია სულიერი გამოცდილება და ანუ შენ ვერ შექმენი ამ ქვეყანაზე სამოთხე. ანუ რა არის სამოთხე და ნეტარება? ნეტარება ეს არის ღმერთთან პირადი ურთიერთობა. ანუ აღსარება, ზიარება საეკლესიო საიდუმლოებებში მართლმადიდებლობაზეა საუბარი.
საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება და ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობის დაწყება აქედანვე. ზიარებით, ახსარებით და საიდუმლო რაც არის საიდუმლოებები რა. ანუ ფიზიკურ პრაქტიკულ სხეულის გამოცდილებას ბავშვობიდან ყველა აგროვებს. მაგრამ აი სულიერი გამოცდილება უმრავლესობაში არ არსებობს, ძალიან მცირე ნაწილში. ამიტომაც ინტელექტის მქონე ადამიანებში, როცა მათი დრო დგება, მხოლოდ გონების დაკარგვა და პიროვნების სამუდამოდ სიკვდილი ხდება. ანუ როდესაც ადამიანი კვდება, ცნობიერი ადამიანი, ის ახდენს გარდაცვალებას. ანუ ნახეთ, ის ფიზიკურ სკილებს კი არ აკაჩავებდა და ავარჯიშებდა მთელი ცხოვრება, არამედ სულიერ და ცნობიერ სკილებსაც. რაც არის მთელი წმინდა მამათა ესე ვთქვათ, სწავლებაზე რაც არის დაფუძნებული რა. ანუ საკუთარ თანთან ბრძოლა და საკუთარ ნებებთან ბრძოლა და საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა. და რაც საერთო ჯამში არის განღმრთობის პროცესი. ანუ შენ თუ განღმრთობის პროცესი დაწყებული გაქვს, მაშინ შენ, ანუ გარდაცვალების მომენტში შენ უბრალოდ მხოლოდ გონებას კარგავ, აი როგორც დაძინების დროს რა ხდება? ადამიანი კარგავს გონებას. უბრალოდ მე აზზე მოდის რა დილაზე, ან ვიღაცა თუ იღვიძებს. ანუ უბრალოდ გონებას კარგავ, შენი პიროვნება, ეს ეროვნება, პირადი ნომრები და რაღაცები სამუდამოდ კვდება, სიკვდილი ხდება და უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ანახეთ, რომ ფიზიკური სხეულის, ანუ ცნობილი ადამიანის ფიზიკური სხეულის სიკვდილის დადგომის წინ საკმარისი იქნება, რომ ცნობიერების მქონე ადამიანი გონების მართვიდან, ანუ გონების უბრალოდ ტვინის და გონების მართვიდან გადავიდეს ცნობიერების მართვაზე. ხვდებით? ანუ მას ეს სკილები და უნარები უკვე გამომუშავებული აქვს. და როდესაც ადამიანს ეს ცნობიერის და სულიერი გამოცდილების უნარები გამომუშავებული არ აქვს, ვერაფერს ვერ გადართავს, ანუ კვდება და მისგან რჩება, ასე ვთქვათ, ანუ რაღაცა არასრულყოფილი ინფორმაცია და ამიტომაც სული იტანჯება ჯოჯოხეთში. ეს ჯოჯოხეთი მისთვის სულიერი სამყარო, მისი სული აქ დადის, იქ დადის, სასაფლაოზე დადის, მიწის ქვეშ არის, მიწის ზევით არის, ამას უკვე მნიშვნელობა დიდი აღარ აქვს რა. ხვდებით რაზეა საუბარი? ანუ ამიტომ ამბობს ქრისტე, რომ მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და მე ვარ ცხოვრება. ანუ ცხოვრება არსებობს მხოლოდ ქრისტეში. იმის გარეთ არ არსებობს. ამიტომაც აი ფიზიკური სხეულის სიკვდილის დადგომის წინ საკმარისი იქნება, ანუ შენ ოფციებში შედიხარ, ესე ვთქვათ, გადართავ ცნობიერის მართვაზე, გარდაიცვლები და შენი ცნობიერი და შენი სული აგრძელებს არსებობას, იმიტომ რომ ამ არსებობის ფუნქციონალი შენ აამუშავე ამ ცხოვრებაშივე და ეს ვალდებული იყავი რომ აგემუშავები ამ ცხოვრებაშივე. და ანუ შენ ეს უკვე ასეთ პირებს ავტომატურ რეჟიმზე აქვთ გამომუშავებული ეს დონე რა. ასეთ პირებს ავტომატური რეჟიმის დონეზე აქვთ გამომუშავებული ეს ყველაფერი. და ეგ მე ერთ-ერთი შედარება არის ნათქვამი, რომ ვიღაცა ქალი, ესე იგი, რაღაცა ჩრდილოეთის ვარსკვლავის გავლით გადის თურმე მატრიციდან. მატრიციდან გასვლა პირველ რიგში ხდება ზუსტად აი ამ ცნობიერის უნარების ამუშავებით. ანუ ამ შემთხვევაში კი თეორიული ცოდნა პირად გამოცდილებად გადაიქცევა და ამ გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა. ეს თეორიული ცოდნა პირად გამოცდილებად უნდა გადააქცევას და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას მე კიდე წავიკითხავ, შემდგომი ვიდეო იქნება. ანუ ჩვენ ახლა ამით გავიგეთ რა განსხვავებაა ბოტსა და ან ბოტ პროგრამასა და რეალურ მოთამაშეს შორის, ანუ მოთამაშეს შორის მატრიცაში. ბოტ პროგრამასა და მოთამაშეს შორის მატრიცაში. ან მოთამაშე მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, თავისუფალია სამსახურში შეიძლება აქ-იქ იმუშაოს, მაგრამ როდესაც მატრიციდან გასვლა ხდება, ფაქტობრივად სამსახურებს თავს ანებებს, ანუ ესეთი მონურ სამსახურებზე არის საუბარი, თორე რაღაც შეიძლება თავისთვის იბაჩუნოს, რაღაცა გააკეთოს, შეიძლება ხელობაზეც იმუშაოს, მაგრამ თვითონ რაც უნდა იმას აკეთებს. მაგრამ საბოლოო ჯამში დედამიწა მისთვის არის როგორც GTA-ში ერთი დიდი სან ანდრეასის რუკა, მაპი რა. და ის იქცევა და აკეთებს იმ ყველაფერს და ცხოვრობს ისე როგორც თვითონ უნდა და როგორც თვითონ გაუხარდება. თავის რეალობას ქმნის თვითონ. ხვდებით?
ეხლა სიტყვაზე მე უნდა ვდგარიყავი საცობში. რატომ უნდა ვდგარიყავი ამ დილას საცობში? აი ჩიტების ჭიკ-ჭიკში ვზივარ და YouTube ვიდეოს ვწერ. და ჩემს რაღაცა გამოცდილებას და ჩემს აზრებს უზიარებ ადამიანებს. რა ჯობია ამას, ხო? ხო და აი ესეთი ვარიანტია რა და ეს განსხვავება ბოტსა და რეალურ მოთამაშეს შორის. რეალურ მოთამაშე ანუ რეალურ ადამიანს შორის. ხშირად მეკითხებიან ხოლმე და ამიტომ სპეციალურად ეხა მეთქი TikTok-ზე უნდა ჩამეწერა, მაგრამ მოდი მეთქი ცოტა 20 წუთი გამოვა ვიდეო მეთქი ვიცოდი და ამიტომ ჩავწერე YouTube-ზე. მატრიცის ძალიან საინტერესო ასეთი რთული ტექსტით ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს მომზადებული. ამის შემდგომ იქნება მატრიცის ინტერფეისი, ესე ერქმევა. მატრიცის ინტერფეისი. ძალიან რთულ ტექსტებთან მოგვიწევს შეჯახება. ეს უკვე არის მეოთხე განზომილებრივი ცოდნა და ამ ტექსტს ერთხელ იქაც წავიკითხავ, იმიტომ რომ ლეპტოპში შეგახედებთ და თვალსაჩინოებისთვის ტექსტს თვალს მიაყოლებთ ლეპტოპში, იმიტომ რომ ეს ზოგისთვის ესე უფრო მოსახერხებელია რა. ახლა ლეპტოპი აქ თან არა მაქვს და მაგიტომ. და იქ მოკლედ ის ტექსტები მომზადებული მაქვს, უბრალოდ რაღაცები კიდე უნდა დაემატოს. ზოგი ტექსტები, ზოგი ის არის სტატიებია, ზოგი ბლოგერების აზრებია, ამ ყველაფერს ვაერთებ, მე ჩემსაც ვამატებ. თან ისე რომ ესე ვთქვა ჩვენს რელიგიასთან ცდომილებაში არ მოვიდეს, შევაერთოთ. ჩვენთვის სასარგებლო ინფორმაცია, ესე ვთქვა გამოვიყენოთ. მატრიცის ინტერფეისი როგორ გამოიყურება? ძალიან მაგარი ინფორმაცია, ძალიან მაგარი და აი ტექსტებს წაგიკითხავთ შემდეგ ვიდეოში.